პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის ადვოკატები მაიამ წარიაშვილი და ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ამ საქმეზე პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ხვალ ზეპირი მოსმენის გარეშე ამაღლობელის საჩივარს განიხილავს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის საფუძველზე დაჯარიმებას ეხება. ამ მუხლით 2025 წლის 18 მარტს მოსამართლეს სალიხ შაინიძემ პოლიციელის დაუმორჩილებლობის ბრალდებით მედია მენეჯერი 200 ლარით დააჯარიმა. წარიაშვილისა და ქურდოვანიძის თქმით, ვიდეო კადრები, რომელიც პოლიციამ სასამართლოში წარადგინა როგორც მტკიცებულება, თითქოს მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას სხვების დაკავებაში, გადაღებულია ამაღლობელის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ და არა დაკავებამდე. ამ ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის სამმართველომ წარადგინა 2 ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს სხვების დაკავებაში. თუმცა ვერ მიუთითა თავად, ვის დაკავებაში უწევდა წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რითიც უტყუარა დასტურდება, რომ ეს ვიდეოები, რომლებიც წარადგინა ბათუმის პოლიციის სასამართლოში, როგორც თითქოს და მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, სინამდვილეში ეს ვიდეოები გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე დაახლოებით 8-9 წუთით ადრე იწყება და მიდის საბოლოოდ ამ სილის ინციდენტამდე. მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით ყურადღება მიაქციეს დროებს დააკავეს 00:52 წუთზე. ხოლო ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 საათით ადრე 22 საათსა და 58 წუთზე. უკანონო დევნა და მისი საქმიანობის აქტიური პოზიციების გამო მისი დასჯა სამაგალითოდ რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი ყველაზე ცნობილი არის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეა, თუმცა ამის გარდა დაწყებულია მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტებზე. ობზე პირველი ეხება 173 მუხლს, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა ყალბობს და ყალბით მტკიცებულებებს, რომელიც ამ საქმეზე იყო წარმოდგენილი. კერძოდ მაშინ, როდესაც 11 იანვარს 2025 წლის 11 იანვარს აქციის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელი საპროტესტო სპიკერი გააკრა კედელზე, ის დააკავა პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა, ჯარის პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, თუმცა იმის გამო, რომ პლაკატის გაყრისთვის არ არსებობდა კანონმდებლობაში შესაძლებელი საფუძველი, პოლიციას არ ჰქონდა პირის დაკავების უფლება, შემდგომ მათ მოუწიათ დაკავების უფლის გაყალბება და ამ გაყალბებული ოქმის პირობებში ჩაიწერა, რომ თითქოს მზია ამაღლობელი ჩადიოდა 173 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით კედელზე სტიკერის გაკვრის შემდეგ, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ პირველი დაკავების მიზეზი ამაღლობელის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა გახდა, თუმცა კადრებში ისმის, რომ მედია მენეჯერს 150 მუხლით აკავებენ. აღკვეთი ღონისძიების სახით ამაღლობელის მიმართ შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სწორედ ადმინისტრაციულ პატიმრობას ეფუძნება, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება.